ბენზინა დავსლოთ არგუმენტ. როგორც უკვე გითხარით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, პარლამენტის არჩევნების მეორე ტურები 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ამ ეტაპზე 30 ოქტომბრისათვის იგეგმება. განმეორებითი კენჭისყრის გამართვის სავარაუდო თარიღად კი 22 ოქტომბერი სახელდება. CSKO სამართლებრივ აქტებს გამოსცემს შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, განცხადება საარჩევნო ადმინისტრაციამ ცოტა ხნის წინ ოფიციალურ ვებგვერდზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირების მიზნით გაავრცელა. შეძლებს თუ არა ოპოზიცია ოცნების გამარჯვების მარშის შეჩერებას. გიორგი გვიშიანი პირველი ტურის გამონაკლისებს გვიჩვენებს, იქცევიან თუ არა ისინი ტენდენციად, ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია. ყიზილაჯლო 2016 წლის არჩევნების შავი ლაქაა. 42-ვე უბანში დაწყებულმა ქვების წვიმამ არჩევნები ჩაშალა. მოგვიანებით მოვლენები სპეცრაზმის თანხლებით განვითარდა და საბოლოოდ 6 ადამიანის დაკავებით დასრულდა. ორცხელში ზუსტად ისეთი სიტუაცია, სად ამაზე უფრო დაძაბული სიტუაცია იყო დეპუტატების სემეს და ასე შემდეგ, არც ერთი არ დაუკავიათ. ამ შემთხვევაში ქართული ოცნება შურს იძიებს ჩვენ მოსახლეობაზე, კონკრეტულად ეთნიკურ უმცირესობაზე, რომლებიც არიან აზერბაიჯანელები, რომლებიც მხარე დამიჭირეს მე პირადად და არ მისცეს ხმა ქართულ ოცნებას. მარნეულის რაიონის სოფელი ყიზილაჯლო 36 მაჟორიტარული ოლქის 46 საარჩევნო უბან შორის ერთ-ერთი იყო. ცნობილი მოვლენების გამო არჩევნების შედეგი აქ გაუქმებულია. შესაბამისად მოსახლეობამ, რომელთა შესახვედრადაც მაჟორიტარობის კანდიდატი მიდის, რამდენიმე დღეში საკუთარი არჩევანი კიდევ ერთხელ უნდა გამოხატოს. იქ მჭირდება 2.51%, რომ პირველივე ტურიდან მოვიპოვო გამარჯვება. დეპუტატის მანდატი და იმითომ აკეთებენ, რომ იქაური მოსახლეობა შეაშინონ, რომ არ გამოვიდეს არჩევნებზე, ან თუ გამოვა არ მომცეს მე ხმა. აკმამედ იმამყულიევმა უშუალო კონკურენტი თამაზ ნავერიანი 4%-იანი უპირატესობით დაამარცხა და 2016 წლის არჩევნებზე ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარ კანდიდატებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 47.91% დააფიქსირა. 9645 ხმა, რომელიც მარნეულის მოსახლეობამ აკმამედ იმამყულიევს მისცა, პირველ ტურში გასამარჯვებლად საკმარისი ჯერჯერობით არაა. თუმცა წინ ყიზილაჯლოა. ქართული ოცნება თან ადანაშაულებს ამ ხალხს, რომ იქ ქართული ოცნება ვითომღაც იგებდა, ეხლა მოსახლეობა გააკეთებს თავის არჩევნას და იქიდან კიდე ერთხელ გამოჩნდება, რომ ქართული ოცნება ცრუობდა და ცრუობს ეხლაც და გამოძიებაც დაინახავს რეალურ სახეს, ვის აწყობდა უფრო იქ ესეთი პროვოკაციების დაწყება, მოწყობა. მოსახლეობასთან შეხვედრები, ჟურნალისტებისთვის ინტერვიუების დარიგება, სასამართლო პროცესებზე დასწრება და დაკავებულების გვერდით დგომა აკმამედ იმამყულიევის ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილია. გადატვირთული წინასაარჩევნო გრაფიკის მიუხედავად, ის ტრადიციას არ ღალატობს და ჩაიხანაში აღსაკალებთან ურთიერთობისთვის რამდენიმე წუთს ყოველთვის პოულობს. ახალგაზრდები ამბობენ ჩაიხანა ნიუს. ანუ აქედან ყველაფერი შეიძლება გავიგოთ, რა ხდება კონკრეტულად რომელიმე სოფელში, იმიტომ რომ რაც იქ მოხდება, აქ აუცილებლად ყველას ეცოდინება, იმიტომ რომ ეს აღსაკალები მოდიან, აქ საუბრობენ ერთმანეთში და ეს გადადის უკვე ხალხში. ჩვენს ქვეყანაში წლების განმავლობაში დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, ეთნიკური უმცირესობით დასახლებული რეგიონები არჩევნებზე ხმას მმართველი პარტიის წარმომადგენლებს აძლევდნენ. მარნეულში წელს ეს ტრადიცია დაირღვა. ეთნიკურმა აზერბაიჯანელებმა უპირატესობა ოპოზიციური პარტიის კანდიდატს მიანიჭეს. ეს მოხდა იმიტომ, რომ ჩვენ საარჩევნო პერიოდში ძალიან კარგად ვიკონტაქტეთ ამ მოსახლეობასთან და მივაწოდეთ კონკრეტული ინფორმაცია. მე პირადად ვეუბნებოდი ჩვენ მამამშობლებს, რომ ჩვენ არ უნდა დავდგეთ როგორც ადრე იყო ესე, რომ ჩვენ ყოველთვის ვიყავით პოლიტიკური ნიშნით გვერდზე ადგმული, ვინც მოდიოდა სამთავრობო
პარტია რომელიც იყო იმას აძლევდით ხმა. დღეს ესე არ უნდა იყოს. ჩვენ უნდა ვიმჟოლოთ ერთად, ვიბრძოლოთ ერთად რომ რომელი გზა უფრო უკეთესია საქართველოსთვის. აკმამედ იმამყულიევი მიიჩნევს, რომ ეთნიკური უმცირესობების ჩართვას ქვეყნის ჯანსაღ პოლიტიკურ, კულტურულ თუ ეკონომიკურ ცხოვრებაში ხელს ენობრივი ბარიერი უშლის. პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში მისთვის პრიორიტეტული სწორედ ამ პრობლემის აღმოფხვრა იქნება. განათლების რეფორმის გარდაუვალობაზე საუბრისას ის იაპონიის პრემიერ-მინისტრის სიტყვებს იხსენებს. მან თქვა რომ ჩვენ მინისტრების ხელფასებს ვაძლევდით მასწავლებლებს. აი ეს არის ჩვენი პრობლემა რომ განათლებული ხალხი უნდა ყავდეს ჩვენ ქვეყანაში, იმიტომ რომ ჩვენ რესურსები ანუ სახელმწიფოებრივი რესურსი არა გვაქვს დაუშვათ, არც ნავთობი გვაქვს, არც გაზი გვაქვს და არც სხვა ხო, ჩვენ გვაქვს ადამიანური რესურსი და ეს ადამიანური რესურსი უნდა იმ დონეზე უნდა ავამუშავოთ, რომ ჩვენს გავხდეთ ეკონომიკური ძლიერი ქვეყანა მსოფლიოში. ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთი მაჟორიტარი, რომელსაც პირველ ტურში გასამარჯვებლად ერთი ნაბიჯი დააკლდა, კენტს 44 მაჟორიტარულ ოლქში იყრიდა. ბაჟა ჩიტაშვილმა ახალციხესა და ადიგენში ხმათა 44.07% მოაგროვა და ქართული ოცნების კანდიდატი თითქმის 5%-იანი სხვაობით ჩამოიტოვა. სახელმწიფო მანქანა პირველ ტურში მუშაობდა. ეხლა ამ მანქანაში მждომმა შემადგენლობამ გადაინაცვლა ტანკში. უკვე ჩვენ არა თუ სახელმწიფო მანქანას, არამედ ტანკს უპირისპირდებით. მაგრამ ტანკები მთლად ისეთი არაა საში, როცა შენ სულს გიმაგრებს სიმართლე, მოსახლეობა, მათი მხარდაჭერა, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ბაჟა ჩიტაშვილი წინა მოწვევის პარლამენტის წევრია. 4 წლის წინ მას მხარი ახალციხის რაიონის მოსახლეობის 83%-მა დაუჭირა. წლევანდელი წარმატების მიზეზად მაჟორიტარობის კანდიდატი იმ თვალსაჩინო ფაქტორს ასახელებს, რომელმაც ადგილობრივებს არჩევანი მის სასარგებლოდ გააკეთებინა. რაბათი ციხესიმაგრეს უყურებდა 11 თვეში დასრულდა ეს მშენებლობა. 11 თვეში. აქედან ჩვენ შეგვიძლია გავიხედოთ პირველი საშუალო სკოლა ჩანს, რომელიც უკვე აშენებულიც იყო და სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს თითქმის 1 წელია თუ მეტია, აღარც მახსოვს. აგერ ამ მდგომარეობაშია, შეგიძლიათ მეატრიალოთ კადრი დააჩვენოთ. აი ესეთი ტემპით ვითარდებოდა ახალციხე და ძალიან გული მწყდება, რომ აი როცა დაიწყო ახალციხის მშენებლობა, როცა მოვიდა ჩვენი რიგი საქართველოს ამ ულამაზეს ქალაქის და კუთხის, აი მაშინ შეიცვალა ხელისუფლება და ის პროექტები, რაც იყო დაგეგმილი, ფაქტიურად გაჩერდა. ახალციხესა და ადიგენში ვაჟა ჩიტაშვილს მხარი 12721 ადამიანმა დაუჭირა. მისი უშუალო კონკურენტი ახალციხელების მიერ 2 წლის წინ არჩეული მერი გიორგი კოპაძე იყო. ხმების დათვლის შემდეგ გაირკვა, რომ მოქმედმა მერმა არჩევნები საკუთარი ქალაქის 13-ვე უბანში წააგო. საარჩევნო უბნებში, კონკრეტულად უბნების კარებთან მოწყობილი იყო პირდაპირ დერეფნები და ამ დერეფნებში გადიოდნენ ადამიანები, რომლებსაც აფიქსირებდნენ ფოტოაპარატებით, ვიდეოკამერებით და ეუბნებოდნენ, რომ გინდა თუ არა შემოეხაზათ 41. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მე დამაჯერებლად გავიმარჯვე და ფიქრობ, რომ ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვება, რაც ეს არ მოხდება, იქნება სირცხვილი ხელისუფლებისა. იმიტომ რომ ეს იქნება ზეწოლის, შანტაჟის, მუქარის შედეგი და მეტი არაფერი. მეორე ტურში ვაჟა ჩიტაშვილის წარმატებაში მისი ოჯახის წევრები დარწმუნებულები არიან. მათი არგუმენტები კანდიდატის პიროვნულ ღირსებებს ეყრდნობა. არის პასუხისმგებლობით სავსე. იგი არის იმ ღირსებებით სავსე, რომელიც ჭირდება ნამდვილ პოლიტიკოს, ქართულ პოლიტიკოს. რა ჭირდება ქართულ პოლიტიკოს? რომ იყოს სამართლიანი, რომ იყოს პასუხისმგებლობით სავსე. რომ თავი გაართვას ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც მას აკისრია. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდი ოპერატივობით შეძლებს გამარჯვებას. ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის გარდა 8 ოქტომბერს ახალციხელები საკუთარი ქალაქის მერსაც ირჩევდნენ. ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა ირაკლი ერეკლიშვილმა კონკურენტზე 690 ხმით მეტი მოაგროვა, თუმცა ეს პირველ ტურში გასამარჯვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. რაბათი რაც იყო 2012 წლის აგვისტოს ხახსნის დღიდან, რაბათი ისევ იმ მდგომარეობაშია. ერთი ქვაქვაზე არ დადებულა და არაფერი არ შეცვლა, როცა იყო იმის საშუალება შეცვლილიყო, წინსვლა ყოფილიყო, უკეთესობა ყოფილიყო, რა ვიცი. ამას ხალხიც ხედავს. ამიტომ ხალხმა მიიღო ეს გადაწყვეტილება.
ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივ შტაბში კანდიდატები მეორე ტურისთვის ინტენსიურად ემზადებიან. შიდა პარტიულ შეხვედრებზე მსჯელობის უმთავრესი საგანი იმ სტრატეგიის შემუშავებაა, რომლითაც ისინი ნეიტრალური ამომრჩევლების ხმების მოზიდვა შეძლებენ. სახელმწიფოს უპირისპირდებოდა ყველა პარტია და დღესდღეობით უმრავლესობა ამ ამორჩევლისა ჩვენგან წამოვა. ამაში დარწმუნებული ვართ. 2012 წელს დაფსელილი იყო ბუნებრივი აირებნა შესული იყო დაბავალეში, უდეში, არალში. დღემდე არ არის გაზიფიცირებული აზგურის ხუთი. ყველაფერი გაკეთებულია, ყველაფერი ჩართული ფაქტობრივად. ჩართული მოსახლეობა ამ სიკეთით დღემდე ვერ სარგებლობს. 4 წელი გავიდა უკვე. ანუ ამას ხელს შეუწყობს, რა თქმა უნდა, ბანო ვერაბიშვილის ფაქტორიც დიდია, რა თქმა უნდა და იქნება კვლავ დღევანდელი მოქმედი ხელისუფლების უუნაროც. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საჭიროების განხილვა უკვე დაასრულა. ჩაშრილ უბნებში ხელახალი არჩევნები 22 ოქტომბრამდე უნდა გაიმართოს. ხოლო მეორე ტურის ჩასატარებლად კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადა 2 ნოემბერს იწურება. აკმამედ იმამ ყულიევს ამ დრომდე მოცდა შესაძლოა არ დასჭირდეს. ვაჟა ჩიტაშვილს კი საკუთარი ამომრჩევლების მობილიზება კიდევ ერთხელ მოუწევს. საკმაოდ ძლიერი კომპანია